ასაპირებს ქართული ოცნება ამ განცხადებების ფონზე, როგორც წარმოუდგენია მართლ გუნდს აჭარის უმაღლესი საბჭო, თუ ის ერთპარტიული იქნება და რამდენად იქნება ასეთ საკანონმდებლო ორგანო მაღალი დემოკრატიის სტანდარტებთან შესაბამისობაში. დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადომ გალობლიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელსაც ახლა უცვლელად გთავაზობთ, შემდეგ კი ამ და სხვა მიმდინარე თემებზე მოვისმენთ მის მოსაზრებებს. ციტატა მოცემულობა ასეთია, ვინც პარლამენტში შევა, მას ექნება დასავლეთის სრული მხარდაჭერა და ოპოზიციის ფლანგზე აიღებს ფლაგმანის ფუნქციას. ამავდროულად მარგინალური ძალებისგან მიიღებს ასოწარკვეთილ წყევლა კრულვას. როგორც უკვე გითხარით, ეს პოსტი Facebook-ში დღეს ლადომ გალობლიშვილმა გამოაქვეყნა, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში მივესალმები. მოგესალმებით, ბატონო ლადო. მადლობა იმისთვის, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დიახ. საღამოშვიდობის, მოგესალმებით. ბატონო ლადო, როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციის სხვა ნაწილისგან გამიჯნული, რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ან პოლიტიკოსი, რომელიც პარლამენტში შევა, ანუ აჭარის უმაღლეს საბჭოში შემოვა ფლაგმანის ფუნქციით. ამასთან დასავლეთისგან მხარდაჭერილი. ამაზე გვაინტერესებს პირველ რიგში თქვენი პოსტიდან გამომდინარე, Facebook პოსტიდან გამომდინარე პასუხები. დიახ, მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, 31 ოქტომბრის არჩევნები ცნო დასავლეთმა, ცნო ყველა სადამკვირვებლო საერთაშორისო ნეიტრალურმა ორგანიზაციამ, ასევე დასავლელი პარტნიორები ჩვენი და მაღალი რანგის, ასე ვთქვათ, დაწესებულებების ხელმძღვანელები მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ საპარლამენტო საქმიანობა. გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმაც გააკეთა ესეთი განცხადება და მოუწოდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ. შესაბამისად, დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი სიტუაცია. ერთი მხრივ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ნატო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია და ასე შემდეგ მოუწოდებს ოპოზიციას, რომ შევიდნენ ისინი პარლამენტში და თუმცა ოპოზიცია ამბობს, ბატონო ლადო, რომ ეს არის კომპრომისის გამონახვის მოწოდება და არა პირდაპირ მოწოდება, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა სადმე შევიდეს. ამაზე საუბრობდნენ თქვენი კოლეგები რამდენიმე წუთის წინ. ვერ გავიგე, რაზე საუბრობდნენ? თქვენი კოლეგები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატების მოწოდება არის კომპრომისის გამონახვა და არა იმის მოწოდება, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა სადმე შევიდეს პარლამენტში ან აჭარის უმაღლეს საბჭოში. ამ შემთხვევაში ეს გითხარით. როგორც ჩანს, ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ოპოზიციას პირდაპირ მოუწოდებდნენ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობისკენ. მსგავსი განცხადება ეხლა, რასაც ესენი საუბრობენ, ეს არის მარტივი манипуляცია ხა კოლეგები და რა თქმა უნდა, მე მსგავსი განცხადება გასაგებია. ბატონო ლადო, ისეთი რომ პირდაპირ შევიდნენ ისინი პარლამენტში, ესეთი უამრავი განცხადება მოვისმინე. კი ბატონო, მეც შევახსენე ბატონ ირაკლის ამასთან დაკავშირებით. მარგინალურ ძალებში ვის გულისხმობდით, როცა ამ პოსტს წერდით, ბატონ ლადო, ამასთან დაკავშირებით რო გითხრათ, აი კი ბატონო. ვინ არიან ეს მარგინალები? ჩემი აზრით, დღეს ჩემი ხმარწმენით, დღეს ოპოზიცია სააკაშვილს და ბოკერიას ყავს მძევლად აყვანილი და ერთადერთი მიზანი დღეს სააკაშვილის და ბოკერიას არის, რომ არ შევიდეს სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში, რადგან პირველ რიგში ვინც პარლამენტში შევა, ის დასავლეთისთვის გახდება ძალიან ფართო მოკავშირე და მისი პარტნიორი ეხლაც და მომავალშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭყალებში, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობა კარგავს მთავარი ოპოზიციური პარტიის, ასე ვთქვათ, პოზიციებს, რადგან პარლამენტში ვინც იქნება, ის გამოიყენებს საპარლამენტო ტრიბუნას, ის იქნება დასავლეთთან ახლოს და ნაცმოძრაობას, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად დაუდგება შავი დღე. აი ეს პრობლემა არის დღეს. მე ამას ვამჩნევ. კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციამ, რომ არაპირებს პარლამენტში შესვლას, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არც უმაღლეს
საბჭოში არ იქნებიან წარმოდგენილები ბატონ ლადო ამ შემთხვევაში პარლამენტისგან განსხვავებული შედეგი გასაგებია დგება აჭარის უმაღლეს საბჭოში რადგან იქ თუ რომელიმე სხვა პარტია შევა პარლამენტში ამ მხოლოდ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადალახა ბარიერი და შესაბამისად ქართულ ოცნებას მოგიწევთ ნაციონალური მოძრაობის დათანხმება რამდენად რეალისტურად გესახებათ ეს ამ მოკლე დროში რა დროშიც უნდა შეიკრიბოს უკვე აჭარის უმაღლეს საბჭო გასაგებია მალოთ პოზიცია პოლიტიკა ზოგადად ისეთი სფეროა და ისეთი მეცნიერება თეორიულადაც თუ შევხედავთ პოლიტოლოგია ზოგადად არასოდეს არ უნდა ვთქვათ არასოდეს დაველოდოთ პროცესებს და გამოჩნდება პირველ სხდომაზე მიიღებს ოპოზიცია მონაწილეობას მეორე სხდომაზე თუ მესამე სხდომაზე მე ღრმათა ვარ დარწმუნებული რომ საქართველოს პარლამენტი იქნება მრავალპარტიული რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საშუალებას რა გაძლევთ ბატონო ლადო კი ბატონო აი პირველ რიგში მაძლევს მაგალითად შედარებითი ანალიზი ხო ლოგიკურია ყველა პარტიამ მიიღო იმდენი ხმა, რამდენიც მოლოდინი რეალურად არსებობდა. იგივე წინასაარჩევნო კვლევებით, exit poll-ით და შინაგანად ყველანი დარწმუნებული არიან, რომ მიიღეს იმდენი ხმა, რამდენიც ზოგადად მათ ჰქონდათ გათვლილი. რეალურად ყველა მიცის, რომ შინაგანად ვამბობ, რა თქმა უნდა, რომ არაფერი არ გაყალბებულა, თუ მომცემთ შესაძლებლობას, მე თქვენ ექსკლუზიურად შემიძლია ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. ძალიან მოკლე დროში უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ბიუჯეტზე უნდა ვისაუბროთ ბატონო ლადო. ძალიან მოკლე დროში წარმოგიდგენთ, ეს არის ექსკლუზიური ფაქტი, არასოდეს ამის შესახებ ღია ეთერში საუბარი არ ყოფილა. ეს არის ფაქტი იმისა, თუ ნაცმოძრაობა როგორ ცდილობდა არჩევნებზე ესე ვთქვათ, შეგნებულად აჟიოტაჟის შექმნას. ეს მოხდა 64 უბანზე ბათუმში. არჩევნების დროს, როდესაც დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა, ნაცმოძრაობის წარმომადგენელმა მოიპარა კომისიის თავმჯდომარის მაგიდიდან 19 CSKO-ს თავისუფალი ბიულეტენი და ის ხმის დათვლის დროს ცდილობდა, რომ ეს ბიულეტენები, ასე ვთქვათ, შეეცურებინა ვინ დაადასტურა, რომ მოიპარა აჟიოტაჟი ბატონო ლადო, ვინ ადასტურებს ამას, რომ მოიპარა? აი ახლავე მტკიცებულებას ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ალბათ ჩემზე უკეთ იცით თქვენ იურისტი ხართ. მტკიცებულებაც ამაქვს, თან წარმოდგენილი მტკიცებულება. ვინ დაადასტურა და თვითონ ნაცმოძრაობის აღნიშნულმა წარმომადგენელმა ბათუმის 64 უბანზე დაადასტურა, აგერ მაქვს ჩანაწერთა წიგნიდან ამოღებული ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ის ნამდვილად იდგა მაგიდასთან და მას ხელს ჰქონდა 19 CSKO-ს სარიელი ბიულეტენი. ეს არის ფაქტი იმისა, თუ როგორ ცდილობდა ნაცმოძრაობა ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას, ეს არის ფაქტი, ამის გადამოწმება ყველა შეუძლია აქ სახელდაგვარებით. ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტი და რა თქმა უნდა გადასამოწმებელი. და ზუსტად ეს დამოწმებულია და ნაცმოძრაობის აღნიშნული წარმომადგენელი ჩანაწერთა წიგნში თავისი ხელმოწერით ადასტურებს ფაქტს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ამას ბატონო ლადო, როგორც იურის გეკითხებით ამ შემთხვევაში და არა როგორც პოლიტიკოს. რა კვალიფიკაცია შეიძლება ამ ფაქტს მიეცეს? კვალიფიკაციის მიცემა არ არის ამ შემთხვევაში ჩემი რატომ არ მიმართეთ მაშინ? რატომ არ მიმართეთ? მე ვაძლევ ამას პოლიტიკურ კვალიფიკაციას, რომ ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა ნაცმოძრაობის მხრიდან, მომხდარიყო არჩევნების დისკრედიტაცია. ყველა მიცის, რომ უბანში ნაცმოძრაობის პარტიის წარმომადგენელს არაფერი არ ესაქმება საარჩევნო დოკუმენტაციასთან და ეს ადამიანი ადასტურებს, რომ მოიპარა 19 CSKO-ს ბიულეტენი და ცდილობდა ეს შეეცურებია, ესე ვთქვათ, ხმის დათვლის დროს საარჩევნო მაგიდასთან. აი ეს არის ფაქტი. აი ესეთი ფაქტია ზუსტად როგორ გაყავდა არჩევნები. მე წარმოგიდგინეთ, ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი ბატონო ლადო, კიდევ ერთი სტუმარი გველოდება. ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, კიდევ ერთ სტუმარი გველოდება პირდაპირ ეთერში, რომელიც უნდა ჩავხდოთ. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა დაიწყოს უმაღლესი საბჭოს შეკრებიდან. მომავალი წლის ბიუჯეტია განსახილველი და მერე დასამტკიცებელი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩასწორების დროს თქვენმა ოპონენტებმა აღმასრულებელ ხელისუფლებას უფრო მეტად მოსთხოვა სწორება COVID-19-ის პრევენციაზე. პრიორიტეტი ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც COVID-ი და მასთან ბრძოლაა, ხომ? ყოველ შემთხვევაში ასე მარტავს ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს საბჭოს წამყვანი კომიტეტი. რამდენად სწორია ის მიდგომები თქვენი აზრით, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეიმუშავა 2021 წლისთვის? ან ის სასულსათო პაკეტები, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში არის გაწერილი?
დიახ, პირველ რიგში დავაზუსტებ, რომ ოპოზიციონერი კოლეგებს არაფერი ჩასწორება არ მოუთხოვიათ, ისინი დიდი ხანია უმაღლეს საბჭოში არ გამოჩენილან და აი იმ ხელფას დიდათ რო გული ტკივათ მათ ხელფასზე საუბრობდა რომ ჯერ კიდევ მარტში ითხოვდნენ მსგავს მოკლედ მსგავსი საკითხების გათვალისწინება. ბატონ გიაბულაძეს ჰქონდა ზოგადი მოთხოვნები, როგორც ყოველთვის ზოგადია მათი მოთხოვნები, ახლა მე გეტყვი თუ რა არის ამ ბიუჯეტში ახლა მთავარი. პირველი COVID სასტუმროების დაფინანსება გაზრდილია დაახლოებით 4.2 მილიონამდე გათვალისწინებული იყო თავდაპირველ ვარიანტში 1.5 მილიონი და უმაღლეს საბჭოს რეკომენდაციით გაიზარდა 4.2 მილიონამდე. ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებული აჭარის ბიუჯეტში 12 მილიონი ლარით, ხელფასებშიც არის მცირე სხვაობა, ასევე შემცირებულია ხელფასები. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების კაპიტალური ტრანსფერი, ანუ აჭარის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებს 2021 წელს 13 მილიონი ლარით გაეზრდებათ ტრანსფერები, ასევე ოცნების ქალაქის პროექტის ბიუჯეტი 16 მილიონი იყო პროექტში გათვალისწინებული და ასულია 30 მილიონამდე და სასურსათო კალათებისთვის გაზრდილია არის ბიუჯეტში დაახლოებით 1 მილიონი ლარი. ეს საკმარისია იმ დროს, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტი ისევ 5 მილიონი იქნება მომავალ წელსაც ბატონ ლადო და მთავრობის აპარატის ხარჯები იქნება ასევე 3 მილიონი. ანუ ამ მიმართულებით რომ გეზრუნათ ეკონომიაზე, როგორც თქვენი კოლეგები მოგიწოდებდნენ რამდენიმე წუთის წინ, იყო თუ არა შესაძლებელი და არის თუ არა შესაძლებელი რომ ამ მიმართულებით კიდევ იმსჯელოთ ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში. აჭარის უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტი მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 2%-ია, ეს ისე ცნობისთვის. ჩვენ გასულ წელს, მიმდინარე წელს დავიკელით ბიუჯეტში თანხა და მომავალი წლის მიმდინარეობის დროსაც იქნება აღნიშნული თანხა დაკლებული. აჭარის უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტი იმდენად მიზერულია ახლა საერთო ბიუჯეტში, აქედა რაიმე ეკონომიის წარმოქმნაზე ლაპარაკი, თლად ისეთი უპრიანი არ არის, იმიტომ მიზერულია თვითონ ბიუჯეტი ჩვენი, არის აჭარის ბიუჯეტის დაახლოებით 2% თუ 3%, ზუსტად ახლა შეიძლება შემეშალოს. და ჩვენ დავიკელით, რა თქმა უნდა, თანხა მთელი წლის განმავლობაში მივლინებაში არავინ არ წასულა. იანვრის გარდა და ეს ვერცახვიდოდი ბუნებრივი მოცემულობა. მოძრაობას რომ ძალიან გული შეტკივა ამ ხალხზე, ჩვენ ახლა რას ალაპარაკოა, მაგრამ უმაღლეს საბჭოს უმრავლესობამ დაახლოებით 3 თვის განმავლობაში 30% ხელფასიდან ჩვენ ვრიცხავდით COVID-19 ფონდში და ნაცმოძრაობას 1 ლარი ვერ გადავარიხეთ ამ ფონდში და ესე რომ დემაგოგია მათი მხრიდან ეს რაღაცა გულისკივილი. გასაგებია, მე ზოგადად ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ლოგიკურად კითხეთ 12 მილიონით არის აჭარის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. სად არის განათლების ნაწილი? ბატონ ლადო, ამას შემთხვევით არ გეკითხებით თქვენ, იმიტომ რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ხართ. განსაკუთრებით განათლების ხარჯებთან დაკავშირებით გეკითხებით ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალმთიანეთში ვიცით რომ ზოგიერთ სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალ წელს გრძელდება, თუმცა 2020 პროექტებს ონლაინ ეპოქამ დაგვანახა ყველას პრობლემები, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით. გასაგებია, ინფრასტრუქტურულ პროექტებს განათლების კუთხით არნაირი საფრთხე არ ემუქრება და ჩვეულებრივად გაგრძელდება, როგორც იყო, აქ პრობლემა არ არის. ცოტა კულტურა დაგვეჩაგრა ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ 2021 წლის მიმდინარეობისას ეს სფერო გამოვასწოროთ, დაახლოებით მე-13-ია უკვე კულტურის დაფინანსება და ამაზე მე მქონდა ჩემი პოზიცია, რომ ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგან ესე აუცილებელია ეს. სამედიცინო კუთხით, ჯანდაცვის კუთხით ბიუჯეტი არ შემცირებულა, მინდა ყველა მიცოდეს და ეს ძირითადად შეეხო ბიუჯეტის შემცირება ხა ყველა სფეროს, მაგრამ არა, თქო, ჯანდაცვას და ყველა აუცილებელი გადასახადი და ხარჯი, რაც საჭიროა ბიუჯეტში იქნება და არის მობილიზებული, როგორც გითხარით, ჩამოგითვალეთ ციფრები, რომ ოცნების ქალაქის დაფინანსება იზრდება დაახლოებით 14 მილიონით, ასევე COVID სასტუმროები 4.2 მილიონი იქნება დაფინანსება და ყველა აუცილებელი ხარჯი ჩვენ ამ თემებს დაუბრუნდებით აუცილებლად, ბატონ ლადო, როგორც აღნიშნე, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მათ შორის უმაღლეს საბჭოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ზოგადად რეგიონის ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, შემდგომ ეთერებში აუცილებლად ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით. მადლობა იმისთვის, რომ იყავით გადაცემის სტუმარი. დღეს ლადო მგალობლიშვილი პასუხობდა ჩემს შეკითხვას.